ტელევიზიის ქრონიკა 20-ზე პირდაპირ ეთერში ვაგრძელებთ მუშაობას. ყვალის რაიონის სოფელ სარუსოში პრაქტიკულად ფრონტის ხაზი გადის. უკვე 7 წელია სოფლის ორ კლანს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. საიდან დაიწყო დავა დღეს აღარ ავისახსოვს, თუმცა ამბობენ, რომ ყველაფრის მიზეზი გავლენის სფეროების გადანაწილებაა. გვარების დაპირისპირება ამ მთელი სოფელი ორად გაყო, თავდაპირველად სიტყვიერი ჩხუბი გახშირდა. გუშინგესაფონში ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა. სოფლებს შორის შეტაკების დროს 14 ადამიანი დაშავდა, ექცეს მდგომარეობა მძიმეა. ჩხუბში ისე როგორც ნამდვილ ომში ავტომატებით ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო თოფები, ქვები, ცულები, ნაჯახები და კონდახები გამოიყენეს. მოსახლეობა ამისო პრაქტიკულად საომარ ზონაში ცხოვრობენ. ყვარლის სარუსოს პრობლემებზე ჟანა დიდებაშვილი გვიამბობს. სისხლიანი დაპირისპირება ყვარლის რაიონში 14 ადამიანის დაშავებით დასრულდა. სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით, ცულებით, დანებით, ქვებით, ხანჯლებით და ავტომატებით მამაკაცების გარდა ქალებსა და არასრულ ხონებსაც აქვთ მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით სარუსოს მოსახლეობას შორის განხეთქილება ორი კრიმინალური დაჯგუფების ძალაუფლების გადანაწილებას უკავშირდება. დაპირისპირება სოფელ სარუსოში ჯერ კიდევ 7 წლის წინ დაიწყო. ამბობენ, რომ ვითარება განსაკუთრებით ერთ-ერთი ბანაკის ეგრეთ წოდებული მეთაურის შამილ გაზიმამედოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ გამწვავდა. დღეს გაზიმამედოვი დაზარალებულებს შორისაა და ჭრილობის გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში იშუშებს. ის და მისი მოწინააღმდეგეები გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად კლინიკის სხვადასხვა სართულებზე მოათავსეს. მოსახლეობის ნაწილი მომხდარში ბრალს სწორედ გაზიმამედოვს დებს. ამბობენ, რომ მან კრიმინალური დაჯგუფება შექმნა, რომლის შიშითაც საღამოს საათებში გარეთ გამოსვლას ვერავინ ბედავს. ეს არის ადამიანის კვლელი ხალხი. როგორ 9 წლის ცხეში იყო და კაცი მოკლეს თავის ბიზა და ქართული ტიკანელი კაცი დაწვეს, ხოსი შეჭამეს. აი ეგეთი კვლელი ხალხია და ეხლა აი დაიწყო ჩვენზე. გეგონება ეს 41 წელი იყო, ირე იყო რახრახი. სულ ეხლა დაიფანტეს ხალხი. მერე საფონივას ყოა მოდის უკვე. აშინებენ. სულ უნდა ხოცოვება ხეს. მოსახლეობის მეორე ნაწილი საპირისპირო სამტკიცებს. ისინი ამბობენ, რომ შამილ გაზიმამედოს სროლამაგამე და ხაიბულაევის მომხრეებმა აუტეხეს. წუხანდელი ინციდენტის შემდეგ ნივთმტკიცებების სახით ტყუის მასრებს ორივე მხარე აგროვებს. შამილას და მის მომხრეებს არ ქონდათ იარაღი? რა ქონდა იარაღი? ავტომატი და თოფები ქონდა? აი ავტომატი ვისაც ქონდა, ის იყო მაგამე და თვითონ ჯალილესი. ძალიან კარგად დავინახე კიდევაც. ეს როლა კიდევაც ჩემი ძმა წაქსეული ქონდა. მე კიდევ ისა თავში რო დამარტყეს კინა, ზგუნობა დავიკარგე. შამილა არ იყო, შამილას არც თოფი არ იყო, არც არაფერი არ იყო. თოფი იყო აი მაგამედას ბიჭს, კიდე გაზიმაგამედოს მაგამედას იყო თოფი და იმათმა პირველად ესწოლეს იმათმა ისა. მოსახლეობის ორივე ნაწილი საქმის გამოძიებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ანგარიში სწორებით იმუქრება. მე თორნიკები კაც არ იყო. წაიყვანე და მიხედავ. არ მოვიდა მაგას. არ დაწოვებს. მე კაც არ იყო, მაგას თუ ხალ დაუტიდო. ვინ ფარაობს სოფელ სარუსოში შეიარაღებულ დაჯგუფებებს, ვინ არის დაზარალებული ან დამნაშავე. ამის გარკვევას 7 წლიანი განხეთქილების, სისხლიანი შეტაკებების და მოსახლეობის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ყვარლის რაიონული პოლიცია შეეცდება. კიდევ ერთი ჩხუბი მოზარდის მკვლელობით დასრულდა. 14 წლის ბექა მაღლაკელიძის სასიკვდილო ჭრილობა 106 სკოლის ეზოში მიაყენეს. გამოძიებას უკვე ყავს ეჭვმიტანილი და ის ამავე სკოლის მერვე კლასის მოსწავლე გიგა ივანიძეა. გადაცვლილი და ეჭვმიტანილი ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ, ბავშვებიდან მეგობრობდნენ და როგორც მეზობლები და მათი ახლობლები ამბობენ, კონფლიქტი მათ შორის არასოდეს ყოფილა. გადაცვლილი ბექა მაღლაკელიძე უფროსი და-ძმა რამდენიმე წლის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ნინი საყვარელიძე გვიამბობს. 14 წლის ბექა მაღლაკელიძეს ცივი იარაღით ერთი სასიკვდილო ჭრილობა საღამოს 7 საათისთვის მიაყენეს. ინციდენტი 106 სკოლის ეზოში მოხდა, იქ სადაც თავად სწავლობდა. სკოლა აქვეა კორპუსა, მამაც ეზოში ყოფილა დაბლა და ბავშვები მოსულა მოწყოთ. ბექა ცუდად არისო და დაჭრილი არისო და წაუყვანია უწყოთ საავადმყოფოში. რომ იყენეს საავადმყოფოში უკვე აღარ სამყარდა ბავშვები. ფაქტობრივად მკვდარი.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საქმე გახსნილია. სამართალდამცავები ეჭვმიტანილი სტატუსით ამავე სკოლის მერვე კლასის მოსწავლეს გიგა ივანიძეს ეძებენ. ძიებას უკვე აქვს ინფორმაცია ინციდენტში მონაწილე სხვა მოზარდების შესახებაც, თუმცა მათ პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების უფლება ასაკიდან გამომდინარე არ აქვთ. დადგენილია ხსენებულ დანაშაულში ეჭვმიტანილი, იგი არის ამავე სკოლის მერვე კლასის მოსწავლე, 1993 წელს დაბადებული 14 წლის არასრულწლოვანი გიგა ივანიძე, რომელიც ამჟამად ემალება წინასწარ გამოძიებას. ასევე დადგენილი არის ხსენებულ საქმის გარჩევაში მონაწილე ყველა პირი, ყველა ისინი არიან სკოლის მოსწავლეები, მაგრამ ვინაიდან არიან მცირეწლოვანები, ანუ 14 წელს მიუღწევლები, მათი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დგება. ეჭვმიტანილი გიგა ივანიძე წლების განმავლობაში იმავე კორპუსში ცხოვრობდა, სადაც გარდაცვლილი მაყლაკელიძე. მეზობლები და მოზარდების მეგობრები ამბობენ, რომ გიგა და ბექა დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და მათ შორის კონფლიქტი არასოდეს ყოფილა. არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც ინციდენტის დეტალებს ყვებიან, თუმცა მკვლელობის მოტივი ყველა მათგანისათვის უცნობია. ერთად იყვნენ ეგენი, მე არც მჯერა გიგამ მოკლა ეგ ბავშვი და მე დავინახე რომ გიგამ დააწუნა უბრალოდ ბავშვი და მითხრა მეგობარი გადამერჩინეო და სასწრაფოს გამოუძახევი და უკითხე რა მოხდა მეთქი ვინ დაჭრა მეთქი ამიპასუხა ეს ამას ახლა ვერ აგიხსნიო შინაო და ბავშვი მეგობრობდნენ თვითონ ეზოში თამაშობდა ხოლმე ერთად იყვნენ სულ ვიღაცამ დაუძახო ჩამოდიოდა და ჩამოვიდა ბავშვი ეკა და მე უკვე 10 წუთში მოხდა ყველაფერი 106 სკოლის მასწავლებლები აცხადებენ, რომ ბექას კონფლიქტი სკოლაში არავისთან ქონია, მათ შორის არც მერვე კლასის მოსწავლეებთან. უკვე დაიკითხნენ ის მოზარდები, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით ინციდენტში მონაწილეობდნენ. არანაირი კონფლიქტი არ ქონია ბავშვს, არანაირი არავისთან. იყო მშვიდი, გაწონასწორებული, ნორმალური ბავშვი სკოლაში, არანაირად არ ყოფილა შემთხვევა, რომ მე ამ ბავშვისთვის მინეცა საყდურო. როდის დაგკითხეს? გუშინ. რა კითხავი? როგორ მოხდა? შენი კითხავი? აბა რატო დაგკითხეს? მასთან ერთად ვიყავი 1 საათის წინ. ისთან ბექასთან ერთად. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ივანიძის ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ. თავად ივანიძეს კი სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ. მას შემდეგ, რაც თბილისში მოზარდების მკვლელობის ფაქტები გახშირდა, გენერალურმა პროკურატურამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცება გადაწყვეტა. მოსწავლის მიერ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დაიჯდებიან მშობლები და სკოლის ადმინისტრაცია. ვიდრე გენერალურ პროკურატურაში სიტყვიერად წარმოთქმულ ამ ინიციატივას კანონის სახეს მისცემენ, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტის განხილვა დაიწყება. კანონპროექტში პირდაპირ წერია, რომ ეგრეთ წოდებული ბირჟავიკები ქუჩაში დგომის და საქმის გარჩევის გამო ან წერილობით გაფრთხილებას მიიღებენ, ან თანხებით დაჯერიმდებიან. ლიკა ბერაია აგრძელებს თემას. იმდიდისთვის არ გამოდივა ყველაფერი ხო წარმოგიდგენია საშინელება. 66 სკოლის დირექტორმა ლომაიეს სახელზე განცხადება დაწერა და თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. არა დირექტორი, მაინც განცხადება დაწერა და ალბათ დააგვაყოფილებენ იმედი მაქვს. პრობლემა არ ექნება და 17 წლის ბავშვი დაიღუპება, დამნაშავე ხარ თუ არა ხარ დამნაშავე, ბავშვი დაიღუპა ხო? იმის დედას ვერაფერს ვერ დავამტკიცებ, მაგრამ ტრაგედია მოხდა და მე მიჭირს ახლა. მანამდე სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლების პასუხისმგებლობის დაყენების ინიციატივით გენერალური პროკურორის მოადგილე გამოვიდა. ნიკა გვარამია მშობლებს და პედაგოგებს ავალდებულებს ინციდენტის თავიდან ასაცილებლად ინფორმაცია სათანადო ორგანოებს მიაწოდონ. ცნობილი იყო მათი პედაგოგებისთვის და სკოლის ადმინისტრაციისთვის. ყველა ესეთი ფაქტი იქნება გამოძიებული არა მხოლოდ მკვლელობის უშუალო მონაწილეების თუ დანაშაულის, სხვა ტიპის დანაშაულის უშუალო მონაწილეების მიმართ, არამედ სკოლის პასუხისმგებელი პირების მიმართაც. დანაშაულში 43 და 66 სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ორივე სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოსალოდნელი ინციდენტის შესახებ არაფერი იცოდნენ და არც მისი თავიდან აცილება შეეძლოთ. მე ნამდვილად არ ვიცოდი, ეს ჩემ სკოლაში არ მომხდარა და ჩემი მოსწავლეები წინასწარ ამ საქმეში არ იყვნენ გარეული. ისმა გაიგება, რაღაცა უნდა მოხდეს სერიოზული, ან დანარო ყოფილიყო, ან დაჭერა ყოფილიყო. მაშინ შეიძლება ჩათვალო საჭიროდ გამოუძახო პატრონი. ბავშვთა ოთახები არ არსებობს. ადრე ახლა რო იყო რომ მოდიოდა პოლიცია და ამოწმებდა ბავშვს რაღაცა შიში და რიდი ჰქონდათ. ჭხრეკო ბავშვების აკრძალულია. მარტო პედაგოგი ვერაფერს ვერ იზამს, იმიტომ რომ მშობელს ყოველთვის კონტროლზე უნდა ყავდეს შვილი, რომელიც გამოდის და მშობელმა აუცილებლად უნდა
ნახოს ეს რა გამოაქვს სახლიდან ის სად არის ვისთან მეგობრებს რა წრეშია ანტისაზოგადოებრივი ქმედებების საწინააღმდეგო კანონპროექტი კი უკვე პარლამენტშია, თუმცა გვარამიას პირი ინიციატივა ჯერ მასში ასახული არ არის. ანტისაზოგადოებრივ ქმედებად საქმის გარჩევა და ქუჩური თავყრილობები ჩაითვლება. კანონის დამხობას კი ფულადი ჯარიმა დაეკისრება. მაგალითად, ანტისაზოგადოებრივი ქმედება შეიძლება იყოს წყალებში, იჟავიკობა, საქმეების გარჩევა და ასე შემდეგ და ჩხუბი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბუნებრივია ასეთი ტიპის სამართალმავების მიმართ პოლიციის უნდა ჰქონდეს აქტიური ვერკეტები, მათთან საბრძოლოდ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად შეფასდება თუ არა მასწავლებლის და მშობლის ქმედება, ამაზე კანონპროექტის განხილვისას იმსჯელებენ. ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ სადამშრალო ღონისძიებებით ეს პრობლემა ვერ გადაიჭრება. დაიწყო ბრძოლა უკვე მშობლებთან, ბავშვების მშობლებთან. ის რომ უბრალოდ მშობლები ბავშვებს ყურადღებას აღარ აქცევენ, იმიტომ რომ ეს ბავშვები არიან დამშეულები, იმიტომ რომ მშობლებს სხვა პრობლემები აქვს, როგორ გამოყვებონ ეს ბავშვები, როგორ ჩააცვან მათ. ამაზე უფიქრია ბატონ გვარამიას როდისმე? ან ბატონ ლომოიას უფიქრია ამაზე როდისმე? ტოტალურად ამ პასუხისმგებლობის გადატანა იქნება თავის მოთხოვებას სირაქლემის პოზაში ჩადგომა. ამ საკითხს სჭირდება კომპლექსური შესწავლა. გვარამიას ინიციატივას კონსერვატორები ეთანხმებიან. თუ ეს იგულისხმება რომ უნდა იყოს მშობლების გონებრივი პასუხისმგებლობა მიყენებული ზარალისთვის და თუ ეს არის საუბარი სკოლის ადმინისტრაციის თანამდებობრივ პასუხისმგებლობაზე, მე ამას მხარს დავჭერ. ბუნებრივია ეს არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში ისეთი მახინჯი მოვლენა, რომელიც მოხდა რამდენიმე კვირის წინ თბილისში, როცა შვილმა ჩაიდინა დანაშაული, მძიმე დანაშაული და მეორე დღეს მამა დააპატიმრეს რა იარაღით ჩაუდგა. ანტისაზოგადოებრივი ქმედებების საწინააღმდეგო კანონპროექტის განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება.